სკოლაში შენიშნა, ბაღში შენიშნა, მეგობრებში შენიშნა, დაცინვა ხუმრობა. თუნდაც ეგ შესაძლებელია, რომ ნდობის ნაწილში ან ურთიერთობების ურთიერთგაგების ნაწილში იყოს პრობლემა ჩემს თაობაში. და მაშინ, როდესაც 2-3 წელიწადში ეს პეპლები თავისთავად წავა, არა თუ 2-3, 1 წელიწადში, როგორი უნდა იყოს კარგი მშობელი შვილისთვის? აი ეს დამიწება გვაადამიანებს სწორედ, რომ გვეშლება, რომ წავიქეცით. აიძულებენ შვილებს, რომ ის გზა აირჩიოს, რომელიც თვითონ გონიათ, რომ სწორია. მაგრამ შიში ამავე დროს არის ძალიან მაგარი მეგობარი ადამიანის. მარტივად დავიწყებ, რა არის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური იდილიისთვის ან თუნდაც ორ ადამიანს შორის ურთიერთობისთვის ფსიქოლოგიის ჭრილში, რომ ურთიერთობა იყოს ჯანსაღი. მადლობა მოწვევისთვის. მართლაც ოჯახი არის უმნიშვნელოვანესი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ადამიანი ვითარდება ოჯახში და სწორად, იმიტომ რომ ბავშვს ჭირდება დედაც, მამაც, დაც, ძმაც, ბებიაც, ბაბუაც, ნათესავებიც და ყველა ის გარემოც, რაც ოჯახთან არის. რა თქმა უნდა, უპირატესი არის მშობლები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მშობლების გარემოც არის პირველი ადამიანები, ვისთანაც ბავშვს აქვს ურთიერთობა, როგორი უნდა იყოს ქალი, დედა, როგორი უნდა იყოს კაცი და როგორი უნდა იყოს მათ შორის ურთიერთობა. ტვინს აქვს იმპრინტინგის უნარი, ანუ მას შეუძლია აღბეჭდოს და ყველაფერი ჩააგდოს თავის არაცნობიერში და შემდგომში ეს როგორც პატერნი, ისე არის გამოყენებული ხოლმე იმ მისივე ურთიერთობებში, მომავალ ურთიერთობებშიც და მანამდეც. ანუ ადამიანის სოციალური არსება, ქცევა დასწავლადია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი რამ უყვება გენეტიკურად ხასიათის, ტემპერამენტის, გარკვეული ნიშან-თვისებები, მაინც ძირითადად იმ სოციუმში, რასაც ვიზრდებით და ის მიკროსოციუმი არის ოჯახი, იქ ხდება პიროვნების ჩამოყალიბება. ნუ მე ბაღი, სკოლა, უბანი, ქალაქი, რა ვიცი, ქვეყანა და ასე შემდეგ. ნუ ეს ყველაფერი. იცით არ ბევრს საუბრობენ ამაზე და ძალიან ბევრი ესეთი ხანდახან მომაბეზრებელიც არის ამდენი რეკომენდაციები და ეს თითქოს ვინმეზე მეტი ვიცით. რა თქმა უნდა, ესე არ არის. უბრალოდ მე ვფიქრობ ესე და შეიძლება ამაში ვინმე არ დამეთანხმოს ახლა, იმიტომ რომ ყველას თავის აზრი აქვს. საუკეთესო შემოგთავაზეს ჰუმანისტებმა ურთიერთობის ფორმა. ეს გახლავთ, რომელიც დგას სამ ძირითად პოსტულატზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი სამი საკითხი, რომელიც თუ რომელიმე აქედან არ ვერ მუშაობს, რა თქმა უნდა, ურთიერთობები ჩამოშლილია. პირველი ეს არის უპირობო პოზიტიური მიღება. ეს უპირობო პოზიტიური მიღება ერთის შეხედვით რთულია, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველა მხოლოდ გამეცადინებულები ვართ შენიშვნებზე, ესე კი არა ისე, ეს ჩაიცვი, ის ჭამე, ხელი გააჩერე, ფეხი გააჩერე, რა ვიცი, ძირითადად შენიშვნები, როგორც მშობლებისგან და მე შემდგომშიც ურთიერთობებში ეს არის პატერნი მთავარი, იმიტომ რომ რაც ვისწავლე, ეგ იყო. სკოლაში შენიშვნა, ბაღში შენიშვნა, მეგობრებში შენიშვნა, დაცინვა ხუმრობა და რაღაცა აი ამ ვითარებაში რო იზრდება ადამიანი, საკმაოდ ნეგატიურ ვიბრაციას იწვევს ეს და ის ადგილი, სადაც აი თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, სადაც არავინ არ გაკრიტიკებთ, არავინ გედავებათ, არავინ არ აპირებს თქვენს გადაკეთებას. გიღებთ ისეც როგორიც ხართ, პატივისცემით და სიყვარულით, რამდენად მოდუნებული, მოშვებული და უსაფრთხოდ გრძნობ თავს, ხო, ასეთ ურთიერთობაში. მე აქ ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველას ყველანაირი ქცევა უნდა მოგვეწონოს ან მივიღოთ. მე ბევრი ქცევა არ მომწონს და ბევრ ქცევას არ და ვერ მივიღებ. ნუ ეს შეიძლება იყოს მორალური საკითხი, შეიძლება იყოს რაიმე სხვა საკითხი, მაგრამ ადამიანის მიღება უპირობოდ და პოზიტიურად ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. აქ უნდა გაიმიჯნოს ქცევისგან და რატომ არის კარგი რომ გამიჯნო ქცევისგან? იმიტომ რომ სივრცეს აძლევ მას, შანსს აძლევ რომ რაღაცა შეცვალოს.
ან არ შეცვალოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის მისი არჩევანი, მისი გასაკეთებელი და როდესაც მე პირობებს უყენებ მას, მაშინ გამოდის, რომ მას სივრცე აღარ რჩება, ის ან ამ მდგომარეობაში რჩება და რეალურად დათრგუნულია მაშინაც, როცა ცვლის და მაშინაც, როცა არ ცვლის, იმიტომ რომ დანაშაულის განცდა აქვს, რომ აი შენ ასე გინდოდა და მე ეს ვერ გავამართლე ეს იმედები. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია გავამეცადინოთ ჩვენში ეს პირველი მთავარი საკითხი და სხვა შორის საკუთარი თავისადმიც ეგეთი დამოკიდებულება სწორი მიიღო უპირობოდ საკუთარი თავი იმ სიმაღლით, იმ სისქით, იმ სიგანით, იმ ფეხებით, იმ ცხვირით, იმ ხელებით, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია დღეს 21 საუკუნეში ყველაფერი შეიცვალოს. კი ბატონო, ეს მისი არჩევანია, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ შეცვლის მოცემულობა და იმ მოცემულობის მიღება მაინც გვიწევს. აი ეს როგორც გიწევს მიღება და ბევრად უფრო მშვიდად ხარ და ფუნქციური ხარ და პროდუქტიული და ცხოვრების ხარისხი მაღალია, როდესაც მშვიდად ხარ, თავსებადი ხარ საკუთარ თავთან. აი როგორიც ვარ, ესეთი ვარ და ეს ოღონდ არ ნიშნავს სტაგნაციას, რომ აწი წამოვწევი და მე არაფერი არ მჭირდება, არა. ეს არის სტარტაპი დასაწყისი, რომ მუდმივი აქტუალიზაციის ტენდენცია ჩაირთოს. ისეც არის ადამიანებში, მაგრამ ეს ტენდენცია, ანუ თვითგანვითარების ბევრად უფრო დიდ სიმაღლეებს აღწევს უსაფრთხო გარემოში. დაცულ გარემოში, სადაც გენდობიან, სადაც შენენდობი შენს თავს, შენს ორგანიზმული ნდობა არსებობს, სადაც თქვათ იცი რომ არავინ არ გებრძვის და რა თქმა უნდა სამყარო ესეთი არ არის და ძირითადად ჩვენ ვებრძვით ერთმანეთს და გვინდა ერთმანეთის გადაკეთება, ზოგჯერ ურთიერთობა ტატამზე გამოსულ ადამიანებს ემსგავსებიან, ვინ ვის დადებს ბეჭზე. რა თქმა უნდა, იმიტომაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება ამ ურთიერთობის არათუ გაგრძელება, საერთოდ დაწყებაც რთულია ხოლმე. თან ორი ადამიანი, ორი სხვადასხვა ოჯახიდან გამოსული, სხვადასხვა კულტურიდან თავისებური ჭრილობებით არის და ერთმანეთთან შეხვედრის დროს თითქოს ერთმანეთს ამ ჭრილობებში თიცტაკებენ კიდე. ის კი არ არის, რომ მოგისმინო, რაღაცა ვთქვათ, რაღაცაზე შეთანხმება მოხდეს, რაღაცას დალაპარაკება, მოსმენა, ემპათია, აი რაღაც მხოლოდ მოთხოვნების წაყენება. ესე თუ იქნა, რა თქმა უნდა, ურთიერთობა არ გამოვა. მეორე უმნიშვნელოვანესი პოსტულატი, რასაც გვთავაზობენ ისევ ჰუმანისტები, კერძოდ როჯერსი, მასლოვ, ეს გახლავთ ემპათია. ემპათია არის უნარი ვიგრძნო და გავიგო როგორ გიჭირს თურმე, როგორ გილხინს, თურმე რას გრძნობ. რამდენადაც შემიძლია. მე მომწონს ეს ფრაზა, ამას კარლ როჯერსი ხმარობდა, იმიტომ მომწონს, რომ მაშინ ეს არ არის რაღაც მათემატიკური ან ისეთი მონაცემი, რომელიც ზუსტად 2x2 4-ია. ძალიან ინდივიდუალურია, ხო? ამის უნარიც ადამიანს როგორ შეუძლია და რამდენადაც შემიძლია, აი ინგლისელები ამბობენ, ვიგრძნო თურმე როგორ გიჭერს ფეხსაცმელი. იმიტომ რომ ჩავიცვა შენი ფეხსაცმელი. ანუ ვიგრძნო თურმე როგორ გიჭირს და აი ვთქვათ პირობითად 60-ს გადაცილებული ადამიანისგან თუ თქვენ ვთქვათ 20 წლის ხართ და თქვენი ასაკი არ ვეცდები თქვენი თვალებით შევხედო სამყაროს, რა თქმა უნდა სრული აცდენა გვექნება ურთიერთობაში. არა მარტო მე და თქვენ, არამედ ვთქვათ ნებისმიერ სხვა ადამიანებს და ამიტომ ემპათია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ურთიერთობაში, იმიტომ რომ მე თუ ვითხოვ სხვებისგან, რომ მე დამინახონ, გაიგონ რას ვამბობ, როგორ მიჭირს, შემამჩნიონ, მაშინ ჩემგანაც უნდა წავიდეს იგივე და ეს ბუმერანგია, ხო რასაც გასცემ, იგივე გიბრუნდება. და მესამე გახლავთ კონგრუენტულობა, ეს არის ქართულად გულწრფელობა და უფრო გასაგებად თავსებადობა საკუთარ თავთან. გულწრფელობა არ ნიშნავს ადამიანს მიახალო, რომ ის დაბალია, ან მსუქანია, ან რას გავს, ან რა აცვია. ეს
უკულტურობა მინიმუმ, გულწრფელობა არის, როდესაც ყალბი არ ხარ არც ღიმილში, არც სევდაში, არც ცრემლში, არც გაბრაზებაში. თუ ზედმეტი მოგივიდა შეგიძლია თქვა, თუ რაღაცა არ იცი, შეგიძლია ესეც თქვა, ну, რასაც მოაქვს სილაღე ადამიანში, სილაღე და რაღაცნაირი აუტენტურობა ძალიან მნიშვნელოვანია. და ესე ყველა ურთიერთობას ალბათ თავისი ის აქვს ტრაექტორია აქვს და მოხაზულობა და ალბათ სათითაოდ თითოეულ ურთიერთობაზე ცალკე საუბარი არის ხოლმე მნიშვნელოვანი, როდესაც ადამიანებს უჭირთ, იმიტომ რომ განსხვავებული მიზეზები შეიძლება იყოს კონფლიქტის და კონფლიქტის მოგვარების გზებიც, მაგრამ აი ზოგადი რაც შემიძლია ვთქვა, რომელიც გაერთიანებდა ამათ და იქნებოდა სათაური, არის მაინც ეს ტრიადა, კიდე გავიმეორებ, ეს არის უპირობო მიღება, თან პოზიტიური ემპათია და სავსებად კონგრუენტულობა, ანუ გულწრფელობა. ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის. სრულიად ამომწურავი ინფორმაცია იყო და სხვათა შორის არ ვიცოდი ეგ სამი ნაწილი, ემპათიის ნაწილი დაახლოებით ვიცოდი და განხილულიც მქონდა, მაგრამ იდეაში რამდენიმე დღის წინ ვუყურე მსგავს პოდკასტს, სადაც მონაცემები დადეს და ახსენეს, რომ ჩემს თაობაში უკვე მილენიალებში და ასე შემდგომ საგრძნობლად არის დაცემული 30 წლამდე და შემდგომაც თუნდაც ურთიერთობები დაახლოებით გაზომილის მიხედვით 17%-დან 20%-მდე იყო ვარდნა ამ ასაკში ურთიერთობის ქონის და თუნდაც ან ცოლის მოყვანეს, ან გათხოვების, ან რამე მსგავსი. რაზეც პირველ ფაქტორად ახსენებდნენ, რომ იყო ურთიერთგაგება, ადამიანების კომუნიკაცია და ასე შემდგომ. და იდეაში მაინტერესებს თქვენი გამოცდილებით ჩემს თაობაზე მაქვს საუბარი ახალგაზრდებზე, რომლებიც უკვე დაოჯახებაზე უნდა ფიქრობდნენ, ურთიერთობების და ოჯახის აწყობაზე, რა არის თქვენი აზრით? ეხლა ვარ 27 წლის. თუმცა მეც ეგ პრობლემა მაქვს, რომ ჯერჯერობით მაგ ნაწილზე არ ვფიქრობ. და ну, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის მხრიდან ეგ ცოტა ნეგატიურად აღიქმება. თუმცა მე ჯერ რადგანაც ორიენტირებული სხვა რაღაცეებზე ვარ, არ ვფიქრობ და თუნდაც ეგ შესაძლებელია, რომ ნდობის ნაწილში, ან ურთიერთობების ურთიერთგაგების ნაწილში იყოს პრობლემა ჩემს თაობაში. არ ვიცი როგორ და რატომ და მაინტერესებს თქვენი აზრით, რატომ არის ესეთი ვარდნა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ახალ თაობაში ურთიერთობებში. იცით, ალბათ ყველა თაობაში მოდაშია ხოლმე სხვადასხვა ასაკი, მაგალითად იყო 15-16 წლისები თხოვდებოდნენ 17-18-ის იყო 25 ითვლებოდა ყველაზე ესეთ 30. მაინც ხშირ შემთხვევაში გადის ხოლმე რაღაც პროდუქტიულობაზე და პრიორიტეტებზე. რა არის პრიორიტეტი ადამიანისთვის, ხო? ვთქვათ ის, რომ აი წესით აი ერიქსონის მიხედვით, ხო? სულ 25 წელია, როდესაც ადამიანს ამ დროისთვის რაღაც სწავლა, განათლება, რაღაცა ეს პირველადი მიღებული აქვს, რაღაცა პროფესია არჩეული აქვს და თითქოს სიყვარულის დრო მოვიდა. ეხლა რა თქმა უნდა, სიყვარულს ესე გამოძახებით არ არის, რომ გამოიძახო 25 წლის ასაკში, ან 27-ის, ან 20 წლის, ის როცა ის მაშინ მოდის, როცა მოდის, იმიტომ რომ ეს არის რაღაცნაირი აფეთქება, როგორც ამბობენ, შეიძლება რამოდენიმე ლიმბურ სისტემაში ერთდროულად რამოდენიმე ბირთვის აგზნება ხდება, ამ დროს ეს პეპლები მუცელში, ეს თქვათ რაღაცა ადრენალინის მოზღვავება, კარგად ვერ აზროვნებს შეყვარებული ადამიანი, მას რაღაც საკმაოდ ისეთი ვიბრაცია აქვს, მაღალი და აქედან გამომდინარე, როცა მოდის, მაშინ მოდის, მაგრამ აქ არის ოჯახის შექმნა დღეს გადავადებულია, იმიტომ რომ არის ერთი ესეთი მოსაზრება, რომ ადამიანებმა კარგად უნდა გაიცნონ ერთმანეთი. ნუ აი თქვათ იქ რაღაცა მერე არ აღმოჩნდეს, რომ ახლა მე თან ვეთანხმები ამას, მაგრამ თან ვერც ვეთანხმები, იმიტომ რომ სხვა მოსაზრებაც მაქვს და აი რა მოსაზრება გეტყვით. შეიძლება ეს არ მოგეჩვენოთ თქვენ საუკეთესო მოსაზრებად, იმიტომ რომ ბევრად მეტი პრაგმატიზმია დღეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თუნდაც აი 20-25 წლის ასაკში, თქვათ იგივე კარიერა, რაღაც ასე შემდეგ.
როგორც ბიჭების, ისე გოგონების მხრიდან. მაგრამ აი ეს გაცნობა რა არის, იცით, საერთოდ ოჯახის შექმნა არის რაღაცნაირი სამკუთხედი. რა წარმოიდგინეთ, სამკუთხედი არის ყველაზე მყარი კონსტრუქცია ეს არქიტექტურაში, მაშინაც რა ვიღოთ ხო რაღაცა. ეს არის, მოდით ეს სამკუთხედი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, გააჩნია კულტურას, ხო? ანუ ორი ადამიანი არ არის აქ მარტო, არის მათი კიდევ მშობლები და ოჯახები. შეიძლება რომბიც იყოს, ხო, რაღაცნაირად, ანუ ერთმანეთს აბალანსებენ. ჩვენს კულტურაში ესეა, ხო, ვთქვათ, იქ არის მშობლები, და-ძმა, რაღაცა, ეს ორი ოჯახის და როდესაც ოჯახი იქმნება, რაღაცა პასუხისმგებლობის ელემენტი შემოდის. და ეს პასუხისმგებლობა ხა ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები, რა თქმა უნდა, და ვერავის ვერც ურჩევ და ვერც ეთქვი, მაგრამ აქ ერთი ესეთი მომენტია. თავისუფალი ურთიერთობების დროს ეს პასუხისმგებლობა არ არის. და მაშინ, როდესაც 2-3 წელიწადში ეს პეპლები თავისთავად წავა, არა თუ 2-3, 1 წელიწადშიც, როდესაც მოკლედ შარავანდედი მოძრება ადამიანს, აღარ არის ესეთი თქვათ რაღაც შთამბეჭდავი და ის პირველი რეაქციები აღარ არის, შესაძლებელია აღმოაჩინოს ერთი ჩვეულებრივი და უფრო მეტიც ეს როგორ მომეწონაო კითხვაც კი დასვას. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ჯობია რომ არ კონდეთ ჯერ ოჯახი შექმნილი და მანამდე დაშორდნენ, ვიდრე შექმნილი კონდეთ და დაშორდნენ, მაგრამ ადამიანი არის არსება, რომელსაც თვით დაპროგრამირება შეუძლია, სეტინგი ეგრეთ წოდებული. და რაზე აპროგრამებ შენ თავს? თავისუფალ ურთიერთობებზე ღუზას ვერ უშვებ ვერსად, ვერ ახერხებ რომ ვთქვათ, უკეთესი და უკეთესი გინდა და გონია რომ ხვალ უკეთესი შეგხვდება და ამ პროგრამით, რა თქმა უნდა, ერთ ადამიანთან ვერ გაჩერდები, იმიტომ რომ მოხდება კონფლიქტი, ერთი, მეორე, მესამე, მერე აქ ხო არ უსმენენ ერთმანეთს, მე ძალიან ცუდ როლს თამაშობს იარლიყები, ლანძღვაგინება, სათაურის დარქმევა, შენ ასეთი ხარ, ისეთი ხარ და ეს ასეთი ხარ, ისეთი ხარ, რას აკეთებს, რომ სათაური თუ კი რამეს დავარქვი, მე ფაქტებს მოვძებნი იმ სათაურის ქვეშ დასალაგებლად და შესაბამისად რაღაც მთელი საქმე იკერება იმ ადამიანის წინააღმდეგ, ხო, აი ზარმაცი ხარ, რამდენი რამე არ გააკეთე, შევიდა ამ ნებისმიერი ეს იარლიღი არის ძალიან საშიში. იმიტომ ვთქვი წეგან, რომ პიროვნება და ქცევა რომ გამიჯნულია, მე შემიძლია გითხრა რომ ზარმაცობ და ეს ზარმაცობ სივცეს გიტოვებ, რომ შანსი გაქვს რომ არ იზარმაცო, ზოგჯერ ზარმაცობ, ხო? მე ტვინს აქვს მულტიპლიკაციის უნარი. აი ორჯერ რომ ნახო ვინმე ადამიანი მთვრალი, ძალიან გადამთვრალი, ვერავინ ვერ დაგარწმუნებს, რომ ის ადამიანი საერთოდ არ სვამს და შეიძლება ცხოვრებაში ორჯერ დალია და მაინც მაშინ შეხვდით. ვიღაცამ რო გითხრას, რომ ბავშვობიდან ვიცნობ მაგას და საერთოდ არ სვამს, იტყვი რომ რას ამბობ, მილიონჯერ მყავს, ყოველ დღე მხვდება მთვრალი. ანუ გადაამრავლებს ტვინი და მე ვამბობთ ესეთ ფრაზებს, ყოველთვის არასოდო, შენ არასოდეს მისმენ, შენ ყოველთვის აგვიანებ, შენ ეს ნიუანსები სიტყვა არის, აი არა ვიცი, ატომური ბომბის ძალა აქვს, ტყვის, აღარ ვიტყვი, უფრო მეტი შეუძლია დაანგრიოს, ააშენოს, მოკლას, გააცოცხლოს და ჩვენ ამ სიტყვებს ხო ძალიან ისე ხმარობთ რაღაცნაირად, აი რაც მომეპრიანება ვიტყვი, განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდობაშიც და არა მარტო ბილწსიტყვაობა, წყევლა, კრულვა, გინება რომელიც აზიანებს იმას, ვინც ამას ამბობს, იმიტომ რომ მისი პირიდან გამოსულია და მასვე უბრუნდება. ბუმერანგიც ეგ არის. მაგრამ ნახეთ რა არის, ის რომ ოჯახი შეიქმნა და რაღაცა პასუხისმგებლობები არსებობს, მეტი მცდელობაა, რომ ეს შეინარჩუნო, ეგ გაჩნდება ბავშვი, იქ რაღაცნაირად იქნებ დაითმინო რაღაცა და მეორე სხვა ვიღაცა ეტყვის მეტი საქმე არ მაქვს, რამე დავითმინო. აბა როგორ გინდა იცხოვრო? აი როგორ გინდა იცხოვრო ვიღაცასთან ერთად? მაშინ მოგიწევს მარტოობა და საბოლოო ჯამში, აი თუ დავაკვირდებით ჩვენ, რო ავიღოთ ნებისმიერი შეიძლება იყოს ძალიან გამოჩენილი ადამიანები, ოღონდ გამოჩენილი რაღაც შოუ ბიზნესის, რაიმე, აი ძალიან ბევრი მეუღლე ყავდა, ბევრი ისეთი ცხოვრება ქონდა და რაღაცა მარტო რჩება საბოლოო ჯამში და მარტო ამთავრებს ამ თავის ცხოვრებას და თითქოს ვერ ახერხებს და ცხოვრება მარტო ის არ არის დასაწყისი და პროცესი, ის რაღაცა დასასრულიც არის. ეს სასრულია და აი
ეს სიკვდილი და ეს განშორება კიდე უფრო მეტ ფასს აძლევს ამ ჩვენს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ახალგაზრდისთვის ახლა ამაზე ფიქრი ხოლმე დიდი თავის ტკივილია და შეიძლება არ იფიქროს, მაგრამ ამიტომ ვარ ამ აზრის მომხრე, რომ ქორწინება და ოჯახის შექმნა, იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობები, ეს რაღაცა ახალი ურთიერთობების დაწყება შესაძლოა გაამართლოს, შესაძლოა ვერ, რა თქმა უნდა. აი ძალიან მაგონებს ზღვაში ნავში ყოფნას, კატერში, გაჩნია ხა როგორი ოჯახს, როგორი ისა გემშიც შეიძლება. ანუ იმ ამბობოქრებულ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, რაღაცა დაცულობის განცდა შემოდის და სხვათა შორის ადრე რომ მშობლები ამბობდნენ და ახალგაზრდებს ყოველთვის უკვირთეს და ბრაზობენ, რომ აი უნდა რომ შვილმა ცოლი მოიყვანოს თქვენმა ოჯახმა მაგალითად ან შვილი გათხოვდეს, რომ პატრონები ეყოლებათ ერთმანეთის. ეს კი ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ძალიან დიდი უსაფრთხოება და დაცვაა ოჯახი. ოჯახი არის ადგილი, სადაც უნდა მოგიჩქაროდეს, სადაც სითბო, გემრიელობა, ალერსი უნდა გვხვდებოდეს, სადაც ყველაზე მეტად შეგიძლია რელაქსაცია, სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც ოჯახში მოდიხარ. და ვისაც პანიკური შეტევები აქვს, რო კითხოთ სახლში გარბის და სახლი რა არის, სადაც დედა, მამა, სადაც მისი გარემო, სადაც ყველაზე უსაფრთხოდ გზნობს თავს. უბრალოდ ჩემი აზრით რაღაცნაირად ალბათ თვითონ დასწავლის დროს ძალიან დიდი მნიშვნელოვანია როგორ აუხსნი, როგორ ასწავლი და რას დაარქმევ გინდაც თავისუფლებას. იმიტომ რომ თავისუფლება თუ არის რაც მომეპრიანება ის გავაკეთო, მაშინ მე მარტო ვიქნები აუცილებლად, იმიტომ რომ მე რაც მომეპრიანება ის საერთოდ არ არის ფაქტი, რომ სხვასაც შეიძლება იგივე მოუნდეს. და თუ მე არ ვითვალისწინებ, მაშინ ანის სხვა მე რატო გამითვალისწინებს და კი ბატონო, ხა მარტოობაშიც არის საზრისი, საერთოდ ზოგადად ეგზისტენციალური მარტოობა, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და მე-20 საუკუნის იგივე სარტრი, კამიუ ეს მწერლები, არა მარტო მწერლები, მიმდინარეობა მთელი, სადაც მარტოობის თემა შემოდის, ინდივიდუალიზაცია იქამდე მივიდა, რომ ადამიანი სულ მარტო დარჩა და ერთი სხვა კოლექტივიზმია, ხო, რაღაცა ბევრი ერთად კლანები, რაღაც მაფია, კარგი გაგებით ვამბობ, მაფიას არა კრიმინალური, აი რაღაცა ოჯახური ურთიერთობები და მეორე სხვა გათითო კაცებული ადამიანები და რა დამღლელია ეს ხმაურში ყოფნა, ხო, როცა იქ რაღაცა ბევრი ერთად ხმაურობს, ნათესავი რაღაცა და ზოგჯერ უნდა ადამიანს იქიდან გაქცევა, მაგრამ რა დამღლელია ეს მარტოობა, როცა არავინ არ არის, განსაკუთრებით როდესაც გიჭირს, რომ ვიღაცამ ხელი გამოგიწოდოს და რაღაც აი ამ კონტინუუმზე, ამ ორ პოლარობას შორის ალბათ უნდა რაღაცნაირად აი ოჯახი არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ამისთვის, რომ უსაფრთხოდ დაცულად მშვიდობიანად და მშვიდად იყო, თუმცა ახლა მე რასაც ვამბობ, შეიძლება ვიღაცას ამაზე გაეღიმოს, იმიტომ რომ საერთოდ არ იყოს ეს მისთვის არგუმენტები და ესეც ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ ჩვენი კოორდინატთა სისტემები გვაქვს, ჩვენი ღირებულებათა შკალა გვაქვს და იქ რა თქმა უნდა ვიღაცისთვის კარიერა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის გარეგნობა, ვიღაცისთვის ჯანმრთელობა, ვიცი, რასაც გნებავთ იმას ვიტყვი, თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მე ვიტყოდი, რომ საერთოდ არ უშლის ხელს არც შვილების რაოდენობა, არც ის რო ოჯახი ყავს ადამიანს, რომ ვერ მოაწყობს თავის ცხოვრებას, თავის კარიერას. მით უმეტეს დღეს ამის ყველანაირი საშუალება არის. და აი არ ვიცი, ამიტომ ესეთ ერთმნიშვნელოვან პასუხს რა თქმა უნდა ვერ მოგცემთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ოჯახი არის ის ერთეული, რომელიც არის ამ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დაცული უსაფრთხო ადგილი. თავის პატარა სახელმწიფოა და თუ ბიბლიურად შევხედავთ, ღმერთმაც ოჯახად შექმნა ადამიანი, მარტო არ შეუქმნია ადამი და ცალკე ევა და ცალკე ვთქვათ რაღაც კიდე. აი პირველი ადამიანი იყო ოჯახის სახით.
და ნუ მე მოდის ის რაც მოდის ჩვენი თქვათ კაცობრიობის ცხოვრება, მაგრამ ანუ ეს არის მაინც ალბათ რაღაცა მყარი და უნდა ეცადო რომ იყოს მყარი, იცით, მე წაღან სეტინგი ვახსენე და მეტაფორაა ჩემთვის ოჯახი კოცონი, ოღონდ დამთებული ტყეში, სადაც ქარიც ქრის, დათვიც დადის, მგელიც დადის, შეიძლება რაღაც წვიმაც მოდის და აი ამ კოცონს უნდა მოფრთხილება, რო არ ჩაქრეს. სული შებერვა, ფიჩხის შეკეთება, გარეშე მოზღუდვა, რაღაცა მოფრთხილება, რომ არ ჩაქრეს, თორე ქრება რა თქმა უნდა და მე ახალს ეძებ. ძალიან მალე გადის ცხოვრება. აი მე 60-ს გადაცილებული ვარ და შემიძლია თქვა რომ ესე 20 წელი მოვიხედე 20-ის, მოვიხედე 40-ის, მოვიხედე 60-ის და სხვა შეს ამას წინათ Facebook-ზე დიდი აქტიური არ ვარ როგორც ეს პოსტების დადებაში, ჩემ დაბადების დღეზე დავდე 3 ფოტო, ჩემი 20 წლის, 40 წლის და 60 წლის. ნუ ესეთი რაც უცბად აღმოვაჩინე და ესე შევხედე რომ თითქოს არც არაფერი არ გასულა. მართლა ძალიან მალე გადის და ესთან ეს არ ცუდი, არც კარგია, ეს რეალობაა ჩვენი. და რაღაცნაირად ეს გემრიელად იცხოვრო, რაღაც გემოჩაატანო ამ ცხოვრებას, რაც იყო ურთიერთობაში, სიყვარულში, ურთიერთგაგებაში და ოღონდ არ უნდა იყოს ესე რომ მე მოვითხოვო სამყაროსგან ეს, რომ აი მე დამინახეთ და გამიგეთ და ჩემისგან ძალისხმევა არ იყოს. და ამიტომ თუ მოვფრთხილდები და თუ რატომაც არა ყველაფერი შეიძლება და თუ არა მაშინ დადიხარ ესე მეტეორივით სადღაც რაღაცა ნახულობ, მე ისიც არ მოგწონს და რამდენი მინახავს იცით ჩემი ასაკის ადამიანი რომელსაც უცხო რა მინდოდა რა თმინდოდა ეს რეები ვაკეთე ყოფილიყავი სადაც ვიყავი მშვენივრად თურმე რა კარგად ყოფილა აი მაგრამ არის ადამიანის კატეგორია რომელიც არ დაუშვებს ამ ფიქრს და საკუთარ თავს ამხნევებს კიდევ კარგი ესე მოვიქეც ну ესეც ადამიანზეა დამოკიდებული ვინ როგორ უყურებს სამყაროს არჩევანის დროს ვინ მან კატეგორიზაცია რო გავაკეთე სხვადასხვა ტიპები არიან ადამიანები ზოგი სუნანობს და ზოგი კიდე სულ თავს იმხნევებს რომ კარგად მოვიქეციო ორივე ნანობს სინამდვილეში მაგრამ სხვადასხვა სტრატეგია ერჩია მაგრამ არიან ადამიანები ვინც არჩევანს აკეთებს და აგრძელებს გზას ცხოვრობს და იქიდან თუ რამე შეეშალა სწავლობს რა აღარ შეეშალოს დღეს და ამისგან არ ქმნის არც ტრაგედიას და არც რაიმე დრამას. სენსაციონალო იყო ამ ყველაფრის მოსმენა და აი დედა ჩემი დავაიდენტიფიცირე იმ ნაწილში რომელიც სულ იძახის რომ რთულ მომენტებში არასდროს არ ნანობს პირიქით სულ იმას იძახის რომ ეს რო არ ყოფილიყო ესე ძლიერად აქამდე ვერ მოვიდოდიო და ყოველთვის მხიარულია იმით რომ ის გზა აირჩია იდეაში იმ დროს კარიერას და ოჯახს შორის უნდა აირჩია გზა და შვილები რო აირჩია არასდროს არ გამიგია მისგან რომ ეთქვა რომ აი ნეტა კარიერა ამერჩიაო და სულ მაგას მეუბნება რომ აი შვილი რო გეყოლება მიხვდებია. რა თქმა უნდა ეს ბედნიერებაა და ისიც არის იცით ეს სიყვარულიც ხო დასწავლადი და მზარდია რა ვიცი მე დღეს უფრო მეყვარს ჩემი მეუღლე ვიდრე ოდესმე ჩემი სამი შვილი რომელიც ყველა თავის გზაზე დადის და თავის ჭკუაზე რა თქმა უნდა მაგრამ ეს ცხოვრებაც ეს არის ხო რაღაცნაირად თუ გაბრაზდები და სათაურებში არჩევ და თუ შენ თავს თვით ავტოაგრესია და თვით ბულინგს თუ მიყო ადამიანმა ხელი სინამდვილეში შენ თავს აზიანებ როდესაც ყველაფერზე ბრაზობ და ესე რომ არ ყოფილიყო ასე იქნებოდა ეს არის სისულელე შეიძლება ასე იქნებოდა ან არ იქნებოდა არ ვიცით მაგრამ ესე რო იყო და თუ იქ რამე შემეშალა მაშინ დავждები და უნდა როგორც გამოცდილება ესე გავიაზრო და ამიტომ მაქვს თქვენზე მეტი ცოტა გამოცდილება რომ ცოტა მეტი მაქვს ნაცხოვრები და არა იმიტომ რომ უფრო ჭკვიანი ვარ ხო რაღაცები თუ ამას შევხედავ როგორც რა მასწავლა ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა მე ამან ბევრი რამე მასწავლა და იცით რა არის თუ არ წაიქცა ადამიანი და არ შეეშალა მას ის ხიბლში ჩავარდება და ეგონება რომ უჭკვიანესი და უნიჭიერესი და თითქმის ანგელოზია და აი ეს დამიწება გვაადამიანებს სწორედ რომ გვეშლება რომ წავიქეცით რომ
ბოდიში მაქვს მოსახდელი, რომ დანაშაულის გზნობა მაქვს და ამას ყველაფერს თან ვასწორებ, თან დგები, ვიფერთხავ, ვაგრძელებ გზას და ეს არის ცხოვრება. სულ ცოტა ხნით მოგაცდენ და გეტყვი რომ ბალანსი არ არის უბრალოდ პოდკასტი. ეს არის გზამკვლევი შენი სხეულის, გონების და ემოციებისთვის. 12 თემით შევეხებით ყველაფერს, ვარჯიშიდან გარემომდე. თუ მზად ხარ, გაარკვიო რა გჭირდება ჰარმონიული ცხოვრებისთვის, აუცილებლად გამოიწერე ჩემი YouTube არხი და არ გამოტოვო შემდეგი ეპიზოდები. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს. სხვათაშორის სრულიად გეთახმებით, რა თქმა უნდა და იდეაში ურთიერთობის ნაწილიდან ალბათ ლოგიკური იქნება მშობლობაზე რომ გადავიდეთ, რომელიც ყველაზე რთული არის ჩემი გადმოსახედით ამ ეტაპიდან, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ ვარ მშობელი. და კითხვით არა, უფრო შემოვიფარგლები ისევ რა იქნება თქვენი გამოცდილებით ის ფაქტორები, რაზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება. მე ვარ პირველი შვილი და დედაჩემი ყოველთვის ჩემთან საუბრის დროს ამბობს, რომ აი შენზე ვისწავლე და შემდგომ სამთან უკვე შეცდომები არ დამიშვია. 4 ხმართ, კი, 4 ვართ და რეალურად და გულწრფელად მეუბნება მაგას. კი, რაღაც მომენტებში ეხლა რო ვუყურებ, რაღაცები ისე შეეშალა, რომ პირველი შვილი რო არ ყოფილიყავი, შეიძლება არ შეშლოდა, თუმცა მაგან რა თქმა უნდა ჩვენი ურთიერთობა უფრო გააღრმავა, იმიტომ რომ ეხლა უფრო მეგობრები ვართ, ვიდრე დედა-შვილი. მაგრამ მაინც იდეაში თქვენი გამოცდილებით მაინტერესებს რას ურჩევდით დღევანდელი გადმოსახედით მშობლებს, რა არის ის აუცილებელი ფაქტორი, რომ კარგი მშობელი იყოს შვილისთვის, იმიტომ რომ მაგალითად დღევანდელი მონაცემებით მოცემულობით არის მომენტები, როცა აიძულებენ შვილებს, რომ ის გზა აირჩიოს, რომელიც თვითონ გონიათ, რომ სწორია, ან პირიქით, შვილები აიძულებენ მშობლებს, რომ იმ გზით იარონ, რომელიც თვითონ უნდათ. იდეაში მგონია, რომ მაინც ეს ოქროშუალედია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც მე და დედაჩემ მეგობრები რო ვართ, ხანდახან ისე ხდება, როგორც მას უნდა, ხანდახან ისე ხდება, როგორც მე მინდა. და არის მომენტი, როცა ისე ხდება, როგორც ორივეს გვინდა. და არ ყოფილა ის მომენტი, შეიძლება არ ვიცი და იყო, მაგრამ არ ყოფილა ის მომენტი, რომ მეგრძნო რომ მე რაღაცას ისე ვაკეთებდი, რაც მე არ მინდოდა ან დედაჩემს არ უნდოდა. როგორი უნდა იყოს კარგი მშობელი შვილისთვის, ანუ რა უნდა გაითვალისწინოს, რომ მასზე ნეგატიური ზეწოლა არ მოახდინოს. თერთული კითხვა, იცით ალბათ როგორი უნდა იყოს მშობელი, ეს ალბათ შვილს უნდა კითხო, როგორია მისი მშობელი, იმიტომ რომ მშობლის როლში მარტო შვილთან ხარ. ვერ იქნები სამყაროსთან მშობელი, ხო? და ყველა ადამიანთან. შესაბამისად, სოციალური როლი, რომელშიც ხარ, აი თუ ხარ ლექტორი, გაფასებს სტუდენტი, თუ ხარ ცოლი, გაფასებს ქმარი, დედა, მშობელ-შეუძლე როგორი შვილი ხარ, თუ მაინც და მაინც ეს კითხვა დაისვა, ხო, აი როგორია და შეფასების ყველაზე მეტად გვეშინი ადამიანებს, საერთოდ ერთ-ერთი შიშია სხვათა შორის საინტერესოა, მაგრამ ხო, უამრავი შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა. და ეს შეცდომები ჯერ თვითონ რიგითობით ადამიანებს აქვთ თავისებური პრობლემები. უფროსი შვილის მდგომარეობა არის ესეთი ხოლმე, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი. რაღაც პერიოდი, სანამ მეორე არ გაჩნდება. როგორც კი ჩნდება მეორე, ის ტახტიდან ვარდება და ის მეორე ჩნდება. როგორც არ უნდა ეცადოს მშობელმა. განცდაში უფროსს აქვს, რომ მოვიდა ვიღაცა, ვინც მას წაართვა მშობლები, დედა და მამა და სტუმრები რომ მოდიან, ეს შეჩვეულია და შეიძლება ამასაც მოუტანონ საჩუქარი, მაგრამ ნუ ის არის ფოკუსში, რომ ვაიმე რა საყვარელია ეს რა როგორია ვის გავს და ეს ბავშვი ისე ფიგურალურად რომ წარმოვიდგინოთ, განზე დგას და ამას უყურებს, რომ თვითონ გაწეულია. ეს განცდა ცხოვრებაში ხშირად გვექნება და არა უშავს ეს ცხოვრება, მაგრამ მეტნაკლებად სხვადასხვა რეაქცია აქვთ ხოლმე და უფრო შვილებს აქვთ ქცევას აქვს თავისი რეპერტუარი გვაქვს, ხო და რაღაც კონტინიუმია პოლარობების, ხო? ერთი არის რომ უფროსი შვილი ხდება დამოუკიდებელი, თავის პატრონი, ნაკლებად შედის კონტაქტში მშობლებთან და ნაკლებად უყვება მათ რაღაცებს და ისეთი იდუმალი ტიპი ხდება და მშობელი ვერაფერს ვერ უგებს, იმიტომ რომ გაიქცა იმათგან, ეგეც თქვენ ყავდეთ ახლა ეგ და იმას მიხედეთ, მისი გზავნილი ეგეთია. ან მეორე უკიდურესობაა, რომ ხედავს, რომ
პატარა რო არის, მას აქვს პატივისცემა მეტი და სიყვარული და მეც პატარა ვარ, დედა, შემომხედე, მუცელი მტკივა, მეც ცუდად ვარ. შუაში ჩაწვება თითის წოვას დაიწყებს, ისევ საწოვარას აიღებს, რომ როგორ რეგრესიაში წავა და მეც თვითონაც ამტკიცებს, რომ პატარა. შეიძლება იგრძნოს, რომ ამ პატარაზე გადის მისი კეთილდღეობა და უცბად გახდეს ძალიან მოსიყვარულე იმ მომენტში, რომ დედიკოს ეხმარება, რომ იმიტომ რომ დედის კეთილგანწყობა შეიძლება ბავშვისთვის არის, რომ ამას როგორც მოვექცევი, ისე მომექცევიან და ესეც არაც მორგებაა. მე თან ადამიანი ირჩევს რაღაც რეპერტუარიდან რაღაცას, ყალიბდება მეტნაკლებად, მაგრამ რაღაც უფროსები ესე მეორე შვილები, ანუ შუა თუ სამს ავიღებთ, იმიტომ რომ მრავალშვილიანი არის სამი, პირველი, მეორეები და ბოლო. სენდვიჩის როლშია და ის არც დიდი არც პატარა რაღაცა ისეთია რაღაცის დროს დიდია, რაღაც მომენტში პატარაა. ხან უნდა დაუთმოს, ხან უნდა ცოტა აღრეულია, ცოტა იჭყლიტებიან შვები, მაგრამ პატარა ბოლო, ეს ადლერის კლასიფიკაცია რა თქმა უნდა. პატარა არის და დაკვირვებით ეგრეა, რევოლუციონერს ეძახის, ანუ ყირაზე გიყენებს წესებს, აბსოლუტურად ის რაც მანამდე გიქნია, ვეღარ აკეთებ და მაგრამ ეს პატარა როგორი ტიპია? უკმაყოფილოა მაინც, რომ პატარაა და ყველაფერი ან გამონაცვალი აქვს, ან უფროსებისთვის შეიძლება, მაგისთვის არ შეიძლება. უფროსებიც უკმაყოფილოები არიან, რომ რამდენს ბედავს ეს მე რომ აქ ხელა ვიყავი, შენ როგორ მკაცრად მეკცეოდი და ამას რამდენს აბედინებ და არის ეს ოჯახური ძალიან საყვარელი დრამა, ძალიან საყვარელი ეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაივლის, რა თქმა უნდა, მაგრამ როლის მიხედვითაც სხვადასხვანაირები არიან. მე მშობელი ერთნაირი ვერ ხარ, იმიტომ რომ პირველთან სხვანაირი ხარ, მეორესთან გამოცდილება შვება. მე თვითონ ტიპაჟთან, ზოგთან უფრო გაგბმა მეტი, თქვათ უფრო მოგწონს. მოგწონს არ ნიშნავს გიყვარს, ხო? მოგწონს, იმიტომ რომ ესეთი გინდოდა ზუსტად, ზოგი კიდე ზუსტად ესეთი არ გინდოდა. ხო შეიძლება ესეც იყოს, ან გავს ისეთ ვინმეს, ვინც არ მოგწონს, რომელიმე ქმრის ნათესავს. ამას ხედა. ხო, ამას რა თქმა უნდა მშობელს ერთნაირად უყვარს, მაგრამ ბავშვებისთვის აღიქმება როგორც ძალიან დიდი განსხვავება. იმას აქვს სენსორები და ის უფრო უყვარს და როგორც წესი შვილებს რო გითხოთ, ალბათ გეტყვიან, რომ მე იმათ უფრო ჩუქნიან, იმათ უფრო უკეთებენ რაღაც ჩემ ძმას მეტი აქვს, ან ჩემ დას ესე ხედავს, იმიტომ რომ ეს არის მისი ემოციური მდგომარეობა და ესე აღიქვამს. საბოლოო ჯამში ხა ბოლომდე შეიძლება ვერ მოიგო მათი გული, მაგრამ რაღაცნაირად აბალანსებს მშობელი. ამას მე ხშირად მithქვამს მოზარდებთან რომ მუშაობ, ჩვენ ბევრი რამე გვეშლება, მაგრამ გვამართლებს სიყვარული. ამაზე მეტად დედამიწაზე არავის არ ეყვარები, როგორც მშობელს. ხილულ სამყაროში, უხილო სამყაროში კი ბატონო ვთქვათ, ვისაც წამს და მე ვამბობ, რომ ღმერთს ყველაზე მეტად უყვარხარ, მაგრამ ამ სამყაროში დედას და მამას და შესაბამისად მათზე უკეთესი ვინ შეიძლება ყავდეს ადამიანს და ის 10 მცნებიდან მეხუთე მცნება არის სწორედ განმარტებული ბიბლიაში, მოსემ რო ჩამოიტანა, რომ პატივი ეციო დედა მამას და დედას თუ გინდაო რომ დიდხანს იცოცხლო და კეთილად იცოცხლო, რო გადმოვაქართულოთ ესე. და ესე იგი დიდხანს იცოცხლე და კეთილად იცოცხლე რაღაცა კავშირში ყოფილა მშობლებისადმი ჩვენ დამოკიდებულებასთან და შესაბამისად მშობელიც ისე უნდა მოიქცეს, რომ შვილმა პატივისცეს მშობელს და შვილმაც უნდა გაიაზროს, რომ მშობელი არის ის, რაც მას არ აურჩევია, მას მიეცა და ეს არის დიდი წყალობა, იმიტომ რომ ზოგს არ ყავს და ეს არის თითქოს მზე არის ჩამქრალი იმ სახლში, სადაც არ არის, ხო? განსაკუთრებით დედა რო არ არის, ან რაღაცა და აქედან გამომდინარე სხვა შეიძლება ესე ვერ შეითავსოს ეს. ეს მადლიერების მომენტი მნიშვნელოვანი.
და მშობელი როგორი უნდა იყო, გულწრფელი უნდა იყო, რაც ახარ ეგ უნდა იყო, რომ შეგეშლება ბოდიში უნდა მოუხადო, რომ რამეს გააკეთეს მადლობა უნდა უთხრა, არ ჭირდება ზედმეტი ქება, რომ ულამაზესი და გენიოსი ხარ, იმიტომ რომ ნახავს, რომ არ არის და მე იმედ გაცრუებულია სულ, ფიქრობს, რომ აღარ გენდობა, გეტყვის შენ მოგწონა, იმიტომ რომ დედა ხარ, აი გადაჭარბებულზე ვამბობ, არა. თუ ვეუბნები რამეს გადაჭარბებულს, მაშინ უნდა დავამატო, რომ ჩემთვის, ჩემი აზრით, ესე ძალიან მნიშვნელოვანი ის არის სიტყვებია, იმიტომ რომ მე ამით არ ვამბობ, რომ საყოველთაო ჭეშმარიტებაა, მაგრამ ჩემთვის შენ ყველაზე უკეთესი ხარ და ეს რა თქმა უნდა უთხრა შვილს, ხო? მაგრამ რომ ზოგადად არის გენიოსი ან ყველაზე ლამაზი, ეს იქნება მისთვის დიდი იმედგაცრუებების წინაპირობა. და ახლა აღარ ვლაპარაკობ ლანძღვაგინებაზე და ესეთი ხარ, ისეთი ხარ, რაღაც გაუთავებელი შეიძლება არის შენიშვნები, სულ შეცდომებზე აპელებ, ვის გავხარ, აი მამა შენი ხარ მეორე, აი და ნეგატიური დატვირთვით მოხსენიება მშობლის, მე ვიტყვი, რომ არის დანაშაული. შეცდომა არ არის, დანაშაული. გინდა დედა რო ახსენებს მამას ნეგატიურად და გინდა მამა რო ახსენებს დედას ნეგატიურად. აი დედა შენი და ესეთი ხარ. იმიტომ რომ რა ქნას ამ პატარამ, რომლისთვისაც ეს დედა და ეს მამა ყავს, სხვა არ ყავს არავინ და როგორ მოიქცეს ახლა, როგორ შეიძლება გახლიჩო ბავშვი, იმიტომ რომ გაბრაზებული ხარ, და თუ ერთმანეთზე გაბრაზებული ხარ, ამასაც არ აუშავს ისეთ ხანდახან ზოგი ამბობს, რომ აი ბავშვებთან ჭხუბი არ შეიძლება. შეიძლება, არ შეიძლებაზე არ არის ცხოვრება. სპექტაკლზე, სცენაზე ხო არ გამოდიხარ და თან ჩვენ ხო რეპეტიცია არ აქვს. ჩვენ ხო გენერალური პირდაპირ პრემიერაა ცხოვრება. პრემიერაზე ხარ. იქ რაც გეშლება და უნდა აღიარო და უნდა თქვა, რომ მე არ მოვიქეცი სწორად, რომ ესე ვიყვირე, ანუ თქვათ მამას ესე პასუხი მივეს, რომ დაინახოს, რომ მე ამას არ ვამართლებ, მაგრამ ისიც დაინახოს, რომ ადამიანი ვარ და შეიძლება შევცდე, ისიც დაინახოს, რომ შევცდები, ბოდიში უნდა მოვიხადო, ვინმე რამეს რო გამიკეთებს, მადლობა, რა ვიცი, ერთია მაგალითი, მეორეა გულწრფელობა და მესამე უნივერსალურია ჩემი აზრით. არა მარტო დედაშვილს მეუღლეებს შორის, მე და თქვენ შორის თუ მე და ნების პატივისცემა. როდესაც შენ მას უყურებ როგორც პიროვნებას, განიხილავ როგორც პატივსაცემ ადამიანს, უსმენ და თუ არ გიყვარს, ვიღაცაზე მაქვს ლაპარაკი, პატივსცემ და პატივისცემა არის ამ შემთხვევაში ძალიან შემავსებელი ადამიანისთვის, რომ ღირებულია, რომ მას, რა ვიცი, ანგარიშს უწევენ. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ეს რეკომენდაციები, ის არ უთხრა, ეს არ უთხრა, ერთის ხრივ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თითოეულ სიტყვას და როგორ შეფუთვას, აი სენდვიჩს ეძახიან, როგორ სენდვიჩს აკეთებ, როდესაც ადამიანს რამეს ეუბნები და რისთვის ეუბნები, ამას რა შედეგზე გაგიყვანს, თუ დაფიქრდები, შეიძლება შეცვალო ის წინადადება, სხვანაირად თქვა, მაგრამ მაინც უპირატესი არის გულწრფელობა და აღიარება შეცდომისიც და როგორიც ხარ, ისეთი ხარ, იზრდები მასთან ერთად, სწავლობ და ერთად, რა ვიცი, მე მგონი არც ძალიან რთული არ არის. ჩემი პერსპექტივით ჯერჯერობით ძალიან რთული არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ პროცესში ნელ-ნელა მეც დავისწავლე. დედაჩემის გადმოსახედით ახლა ის მომენტია ხოლმე, დედაჩემი სულ იმას მეუბნება, რომ თუ სულ შეგეშინდება, სრული არასდროს არ გიქნება და ნაბიჯი უნდა გადადგაო. იდეაში თითქმის ყველა თემას ასე თუ ისე გარკვეულწილად შევეხეთ და თქვენი პერსპექტივა ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ იმ გადმოსახედით შევხედე ყველაფერს, რომ მარტივია და ნელ-ნელა დასწავლადი ეს ყველაფერი და არ არის რაღაც დაწერილი კანონები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მეყვეთ. და ეს გაიდლაინით ვერ იცხოვრებ რა, რომ ამის მერე ამას ვიტყვი, იმას ვიტყვი. უბრალოდ რა არის იცით, შიში არის ძალიან ცუდი თანამგზავრი. რისიც გეშინია, ჯერთ იმას იწებებ, მაგრამ შიში ამავე დროს არის ძალიან მაგარი მეგობარი ადამიანის. ძალიან ისეთ ადგილას მოდის,
სადაც მე არ უტყდები ჩემ თავს და იმ სივრცეში, იმ სიცარიელეში, სადაც შიში მოვიდა, რაღაც პრობლემა მაქვს, ან გამოწვევა, რომელსაც სახელი არ მინდა დავარქვა. და ნაჭიაღება მეშინია ბავშვს რამე არ დაემართოს, მეშინია ეს არის ძალიან დამამძიმებელი, იმიტომ რომ ეს შიში ტრანსლირდება იმ ბავშვზე და მე იმას ყველაფრის ეშინია და მე ის გისრულებს და ის ემართება, რომ ისიც გეშინია და ესე წრეზე დადიხარ, ამიტომ რა ვიცი ხა აქ სიმშვიდე, სისადავე და რაღაცნაირი სილაღე ჯობია ურთიერთობაში. მაშინ ბოლო კითხვით შემოვიფარგლები, რომლებიც ალბათ დახურავს ამ ორივე ნაწილს, უშუალოდ ადამიანებს შორის ურთიერთობა, სასიყვარულო, მეგობრული თუ ასე შემდგომ და მშობელს და შვილს შორის. თქვენი გამოცდილებით, დღევანდელი მონაცემებით, დღევანდელ სამყაროში, აი 2026 წლის საქართველოში, რა არის ის ყველაზე ხშირი გამოწვევა, რაც ადამიანებს აქვთ, რომელსაც ანუ თუნდაც შიშის ნაწილში ეშინიათ და რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რომლის გადალახვაც უჭირთ, რომ შევაჯამოთ საბოლოო ჯამში. ალბათ ბევრი რამ, მაგრამ მე ერთს გამოვყოფ, ეს არის მაღალი ვიბრაცია, აი თემის ორკესტრირება. ნახეთ, რაღაცა რო ხდება, მოვლენა. იმ მოვლენას აქ რა რაკურსიდან უყურებ, ხა პოზიციური აზროვნე, გვირაბიდან უყურებ თუ დურბინში ხარ თუ რა ვიცი სადაც ხარ, რაღაცა იმ ფრაგმენტს ხედავ და მერე იმის რაღაც ესკალაციას უკეთებ. მოგეთ თემის ორკესტრირება, როდესაც ხდება და ხდება მაღალი ვიბრაცია, იქ კარგად ვერ აზროვნებს ადამიანი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოიპოვოს სიმშვიდე და მადლიერება. მადლიერება რო გათენდა, რო ღამდება, რო ცოცხალია, რო ყავს ვინც ყავს, რო აქვს რაც აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია და სიმშვიდე, რომ რაღაცა დაცულობის განცდა, რაღაც იმ ქოლგის ქვეშ ყოფნა, რომელსაც ქვია დაცულობა, ну, ამ შემთხვევაში გაჩნია ვინ რაზეა დამოკიდებული, მაგალითად, ღვთისგან დაცულობას გულისხმობ, როგორც კი ამ ქოლგიდან და ამ ორბიტიდან გადიხარ, თითქოს იკარგება ადამიანი. ეს დაცულობა, ეს სიმშვიდე და დაბალი ვიბრაცია. აი შეიძლება ჭიქა გატყდეს, ბავშვი წაიქცეს, რაღაცა ჩამოვარდეს და დაიმხოს ადამიანმა თავზე ნერვიულობით ყველაფერი და უკვე ვეღარც იგებს რაზე რატო რისთვის, სად დაიწყო, სად დამთავრდა, რა იყო ამისთვის, იმიტომ რომ აი შეიძლება იყოს კონფლიქტი ოჯახში, ეს აქ რატო დევს და მე რო ვთქვი აქ რატო არ დევს და ამის ქვემოთ იყოს, რომ ჩემი არ გესმის, მე რასაც ვამბობ შენთვის ღირებული არ არის, ვერ მხედავ. და რა ვიცი, ურთიერთობაში ალბათ მნიშვნელოვანია დავინახოთ, დავაფასოთ და კარგი ვეძებოთ. ცუდის მოძებნას, რა ვიცი, მე და მღლის ეს ცუდი, არ მჭირდება და კარგს რო ეძებ და კარგს რომ დაინახავ და მით უმეტეს თუ აღნიშნავ იმ ადამიანში მეტი мотиваცია რომ რაღაცა უფრო კარგი გააკეთოს. ასმეთ შენიშნებს აძლევ, კი შეიძლება ჯიბრით დაგიმტკიცოს რომ კარგია, მაგრამ ის შენთან არ არის და ის უფრო გარბის შენგან, რომ მე არასდროს საკმარისი არ ვარ ამ ადამიანისთვის ან ამ სამყაროსთვის. რა ვიცი, არ ჩვენ ვართ სრულყოფილები და არც სხვა და მიღება ამ სიმშვიდე, სილაღე, სისადავე, აი ურთიერთობის სისადავე არის ქართული არის გენიალური ენა არის ძალიან თითოეულ სიტყვას აქ ალბათ როგორც ყველა სხვა ენა რა თქმა უნდა, მაგრამ აი სისადავე ურთიერთობაში რომ არ ჭირდება რაღაცა დიდ აი კარუსელში ჩაჯდომა ემოციურში, რომ მე თან ისეთ კარუსელში რომ დაკარგავს მას კონტროლს და რომ ვეღარ ჩერდება რაღაცნაირი ესეთი არიან ჰელიკოპტერ დედები ხო ყველაფერზე რომ მაღალი ვიბრაცია აქვს და ეს იწვევს გადამდებია და იწვევს ამ ბავშვებში დანევროზებას და ვისთვის რა არის პრიორიტეტი ახლა რა ვისთვისაც რა არის ალბათ იმას უნდა მიყვეს იმ თავის გზას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ პასუხისთვის. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. სასიამოვნო იყო რომ ესე მარტივად და
არა რაღაც გაწერილი ნაბიჯებით, არამედ თავისუფლად ახსენით, მეც ძალიან ის ემოციურად და სენსიტიურად მივიღე ეგ ყველაფერი. კიდევ ერთხელ მადლობა და შევახსენებ ჩემს მაყურებელს, რომ ორ კვირაში ერთხელ შეუძლიათ უყურონ პოდკასტ ბალანს. ნახვამდის.